ეს არ ვიცით რისი კვალია. ბიჭო, თითქოს ჩლიქს გავს, მაგრამ იქნებოდა მაშინ. ჰა? ხო. ესე აქვს. ორი მათ აქვს, ნახე? ჩლიქსია, თათი არ არის. ხო, იავნად. ჰე? ეს არის დატოვებული კვალი. ნაბიჯები არ არის გაკეთებული, ნახტომები აქვს გაკეთებული. უეჭველი შველი იყო. შველის კვალს ვადგავართ, მაგრამ ჩვენი კვალი დავკარგეთ, ხო? ბადრის ჩეპე მოვიდა. ხელში ხე გაერჯო. აი ეს შეაჭერი, აი მარჯვნივ. შველის კვალს გავყვეთ თქო, ნახე, კაკრასთან გზაზე. აი სუმა გადაქიქა, არ მინდა. ოჩახ. ესე იგი, ეს ადგილი არჩიე გავა. ნუ ჯერ კარგად გადავიარეთ, გადმოვიარეთ. სალამი, კაი ხალხო, კაი ხანია, ალბათ აქ ამარხსეჩები ვიდეო არ შეგხვედრიათ, მე და ბადრი ისევ და ისევ ამოვედით. სამთრის ლაშქრობაში. ეს ადგილი შევარჩიეთ. ბევრი ვიარეთ, თუ ცოტა ვიარეთ. ამოსვლა მანქანითაც გაგვიჭირდა, ცოტა ჩაგვივარდა, მე კიდევ ვიწვალეთ. ეხლა ამ ადგილს დავტკებდით, ნელ-ნელა მოვლაგდებით და ჩაგერთვებით. ისვეთ ლაპარაკო. ეხლა ვტკებდით. ვიღაცა იფიქრებს, რომ ეხლა ფოტო დაგიდა ფოტო. რა საკეთებელი საფაიდაგები. რასეძებენ? რასეძებენ? ვაკნი არ არის ჩემი. ასე გაყინულ ტემპერატურაზე ნახეთ ციცოცხლის ნიშანი. მასვია კბილები, ფეხსაცმელზე წამოსაცმელი, მაგრამ არ შველის არაფერს ეს ყინულისთვის არის, კაროჩე, რა, თოლში აზრი არ აქვს ამის გაკეთებას, იგლისება მაინც. იმაზე პატარა არის. რას აზრი არ აქვს. აი ესე ვიცი რომ გიხარეთ და თამაში გინა, მაგრამ ამ ცალია ეხა დამაცადე გიხვეწები რა. ახლა საყვარელი. короче, ეს პარალონი ამას ჯერ არ უნდა გაეშალა, იმიტომ რომ ეს 10 ტონა თურქს დაყრის ზედეს. არა უშავს. ყველაფერს რომ მოვჭ პარალონის წამოყება მე დამავიწყდა. ყველაფერს რომ მოვჭებით მე ვაპირებ გაშლას პარალონისაც და საძირი კომისიასაც. პარალონი თუ და გავიწყდა რა შრი. რაღაცა პლაშოვკა მაგ და დავაფენე წყალზე გამწვი. არა ზურგი გამეყინება აუცილებლად. ზევიდან არ დაგჭირდება არაფერი, იმიტომ რომ ეს ნალექი არ არის. დაიშო. No. ახანი არის დღეში არ გამოვსულ ვარ და თან ზამთარშია, რაც ოპერაცია გავიკეთე მას მერე სიცივესთან ვარ ძალიან იმათ არავე გობრულად გამწყობილი არა და ადრე გახსოვთ ალბათ ვინც მიყურებდით ციმბირში რო ჩაგეგდეთ ჩუსტო არ მქონდა თან ადრე იმდენ არ აყვსავდი ხოლმე ეხა 왜? 자, 네, 저거
ჩემი ტესტირებასავით იქნება ეს ღამე დღეს. ნახოთ თუ გავუძლებ. შევეცდები რომ გავხურდე, ბევრი შეშამოვში ხო, ბევრი ხორცი შევჭამო შეძლებს და გვარად. იმედია გადაურჩევი. ასე რომ წავედით ახლა ცოტა. წავიმუშავეთ და სუფრასთან დავждებით, მერე დაგილაპარაკებთ. ეს კამერაზე მოგიღია. რაც მინდა სკამ. ნიავით მე. კინოზე აღარ მოგიწევს დაჟდომ. ასე მყარად ცხოვრებაში არ ვარვალება. რეკლამას არ ვაკეთებთ, მაგრამ საჭირო რაღაცა. Потом Да. Сонтай. არჩე ჩვენ მაგარი კაი ხალხი ვართ, მან. ესე ტყნარად მოდივართ ხოლმე ვინტვირთებით. ან უფრო ვინტვირთებით. ესე შევოჯერთ რა. მე ბევრი არ მოგვიჭირია საჭმეზე რო გვეყო ჯერ და მე კიდე იქნება რაღაცა. არაფერი ჩვენი და სიცივის გარდა. დღეს ჩემი საათის სიცივეზე და სიშვეელეზე გამძლეობაც დაიტესტება. ავიდრე ვადრით ერთ სანთებს მე გამომზადებ და ხორცეთ ჩამფობს. შენ მაგ სტეიქს ჭრი თუ პირდაპირ? ჯერ არ ვიცი რანაირი ნაჭერია და ნახა. ის არის რა, მთლიანი ნაჭერი. შევხედა. ანტრეკოტს რო უძახიან, არა, ანტრეკოტი ღორის არის. ვერ მოძიოთ იგაერდი მეგობრებო. ბადრიმ დღეს წამოიღო თავისთვის ძროხის ხორცი. მე წამოვიღე ღორის, იმიტომ რომ მეტი ცხიმები და საწვავი მჭირდება. ეს კიდე ცდილობს რომ ჯანმრთელად იცხოვროს. მე მოусმინე ამასთანავ ერთ-ერთი ექიმის რჩევას სხვათა შორის რომ როხის ხორცი უარესი ყოფილა ღვიძლისთვის ვიდრე ღორის. სისულელია ბიჭო, ნუ აღარ რატო ნუ ვაჟღერებთ რომ იმ კაცმა თქვა? ა? იმ კაცმა ასე თქვა, ნუ ხო და არასწორია კაცი. ის კაცი არის არასწორი, ცხოვრობს ამერიკაში, მოაწევს შენ ხო და ამერიკაში რამდენი ექიმია სხვა, არც ერთი არ ამობს ღორის ხორცზე მაგას და ეგ კაცია მარტო მართალი. მე მაინც მაგ კაცს უჯერებ. შენ რაც გაწყობს ის იგზერა. ასე რომ ამაზე დღეს წარმოეცმება სასარგებლო ღორის ხორცი. მაგის სარგებელი არ გაიშვამეთ. ახი რა შამპური გავაგეთ. გაყინული ვარ თუ? არაჩე, ხო თითქოს ტანჯვა არის ახლა ეს ყველაფერი რა. ეხლა მოვიდოდი, ვიდრე ბადრიმდე გამოვიდოდი, ტაქსით გავედი რა და ის კაი კაცი
მისთან ერთადაც ვიმგზავრე. მეუბნება რომ ძალიან სიამოვნებს თქვენი ვიდეოს ყურება. ეს სახში რომ მიმარე 2 თვის შვილი მყავსო, კაროჩე და ერთად რომ დავი 2-ის არა 10 თვის შვილი მყავსო. ერთად რომ დავждებითო და უყურებთ ხოლმე რა ვიდეოებსო რა. ძალიან სიამოვნებს მაწყდარებსო რა. მეთქი შორიდან ისე უფრო ისეთი არის თქო რა. თავიდან იქ რო ხარ თვალება გიწევს ისეთი ის არ არის. ვიდეოში როგორ ჩანს მოწყობილი, გადაღებული და მონტაჟებული ყველაფერი ძალიან ბევრი ჩალიჩი გიწევს რა ეგეთ რაღაცეებს. არა მაგ ღირს იმ თვალებას რომ ბოლოს სიამოვნებას ვიღებ ჩვენ და ვინც ვიყურებს ისიც კაროჩი. ვიღაცის შეიძლება ისე მაგარი სისულელია ეხა დაატის 2 კაციო. რამდენი მიწეს ხოლმე რომ გადიხარ სახში დარჩი. სახში რა ჩემ ფეხები მინდა. სახშიც ვარ ხოლმე საქმესაც ვაკეთებთ. მაგრამ განტვირთვა ეს ჩვენია. ვიღაცა დასალებად დადის რესტორანში ყოველ კვირას, ვიღაცა კლუბში დადის. ჩვენ აქ დავდივართ, აქ გვირჩევნია. რაცა სახს არ გაცილებია და ის გონია. სახს არ გაცილებია და შორიდან გონია. ის корпуსის იქით არაფერი უნახავს და შემოამე რა. მე ვერ ხვდები, შეჩეულები არიან მომენტ და ვერ ხვდებიან. აი მე იმას ვერ ხვდებიან, როგორ შეუძლიათ ეგრე ერთ ადგილზე, კაროჩი. რავი. დავიდა აქ ისტორი რომ უწევს ეხა ნიეტი. რავი. აი მოხერე გაჩხი. აი ეგ მქონდა საშამპურო ბათი. ლეგენდობის სწორი. Ой, блядь, да. Friends, I'm going to Io შევჭამ. არა, ამდენს ფაქტია ვერ შევჭამ. ეხა მარილი ბლომათ, იმიტომ რომ ჰიმალაის მარილი წამოვიღე და ჰიმალაის მარილი? კაია. შენ გააქვს თუ მოგცე? მესვანური. მოვაყარე. და მარილს რაც საჭიროა მიიღებს მაინც, კაროჩე. რასაც არა. ზედმეტ თავისით დაყრის მაინც რა. მე თუ არ დაგენანოთ, არც პერიცა გინდა. ეს არის ნამდვილი წვადი ყველაფრის გარეშე. თუ წიცა გადამარილი ეს ახლა შეიძლება ნელა, არა სოჩნა. ეხლა მე დაბადრებ საუბრობთ iPhone-ს რო აქვს ესე დატენ შეერთებულზე სატენად ესე რო დადებ რაღაცა რუკებს და იმებს რო აგდებს და არ ეს საათი და რუკა და ამდენი. მაგარი რო ის მომშტელია. ძალიან. გადაღებისას რომ ხელად რომია. ეგ არის iPhone-ის ჩემთვის რა მე iPhone-ის სხვა ფუნქციაზე რო ვთქვა, არ მომწონს თქო არა, ერთადერთი ეგ. მახსენდება, მაგრამ ეგ მახსენდება იმენა. ეგ არის iPhone-ის ერთადერთი. ჩიჩი შეჯობილი ხიჯვევით არის გავიქცე. იწება ჩვენი ნეკნის წვადი და ბადრის დროხაზის აგერ ნაკვეთშხარ ჩააგდონ თლიან. ეს ნახეთ რა ვიძია. არა, სუნი მაინც ორი ჯობია გუნებია. ამოუტრიალი ახლა და მეორე მხარეც ეგრე დაუდი. იყოს მეორე მხარეს მიხვდებს ხანაირად. ჩემი გოჭუნა ცდილობ რომ ძალიან არ დავწვადა თან წვნიანი იყოს. ნეკლი მაგიტუა კაი რა, ის ცხიმი რაც არის შედარებით მსუბუქია რომ იწება იკლებს და თავიდან რა სიმძიმე ჩანს, იმდენი არ რჩება, მაგრამ გემრიელია რა ყველას. შიგნიდან ცოტა აკლია ახლა სიმართლე გითხრათ, მაგრამ წვნიანი იქნება ძალიან. ხახვი გამიძრე რა ბადრი. ესენი ხო გევასება ხახვის. მეც მაგალად. ბამაც ცოტა მოჯერებული გული აქვს, მაგრამ რა უშავს გულს ამავიღებთ. შევჯამ ცაღნაძის. და მე მაგ
ორიგინალური საწებელი, რომელიც გაიყიდა. კიდე მაგას ვაყ. პეპელა. სადაა პეპელა? პეპელა არის თუ? ფარვანა. სადიჩითები ულტრა გამზებელია. იგე რომ ბუბა იყო წეღან. სუგაგის და სამყარო მგონი. ნეტა განხაც აისანი რათვალებით მიყურებს. გაიძვება ხა პეპელა. გაჟი იქით დამაები თავი. ჩვენი ძიმძიმის გაჩერა ვინახა ე. მე თუ მაგავიხადო. მოვალე ხავ. აუ, არკები მაქვს, ამოწმული და მაინც შევიდა სისველი. ან სისველი შევიდა. არა, სისველი არა. წეს დასვლა. წეს გამაშები არც მიხმარია და მაგარი გამოხდია. ხა გავაგზავნოთ შედარებით გემრიელად ჭამა. გაწითელებული ვარ სახეზე. მადრი მიწილა თავისი ზროხის ხორცი და ესეთი გამოიყურება. მეც უწილავდებდი ჩემს ღორის ხორცს, მაგრამ არ ჭამს. მომჩნევს ხეჭავ. რაც გადამდის, ნახევარს ვაგდებ. როგორია? რა? ზამაგარი. წნიანობა ხო არაკლია? წენი ხო არაკლია? წენი კი ისეთ რბილია, დაღეჭვაც არ უნდა. შენთვის კი, მაგრამ მე დაიშონ. მე აქ ვათქო. 1 საათი არ მომშვა. ეხა შეიწვა ეს კაც. აი. ზურა ეს ხორცი კი არ არის. ეს არის ორცხობილა. რატო? რა ისეთი ფაფუკია. მაიცადე, აჩვენე კადრში. რა ჩემი ნაკბეთში ვაჩვენო. მაგე. ეს აი სტეიკი. ნამდვილ ბუნების ცეცხლზე მომზადებული სტეიკი. ჩემი წვადი კიდე თბება აქ. ეხლა კაროჩე მან კანარო ჩაგვივარდა. იმდენი ვიჩალიჩეთ ამ ოყონანზე ფეხები დაგვილბა. ახლა ძალიან დიდი დრო ვეხარჯება ფეხების გათოვაში ჩვენ, ხო? რა ვიცი უკვე. შენ გაიშვე, მაგრამ მე ორი ნასკი მაცვია და თან არც ვიხდი და პირდაპირ ნასკებიდან ვაშუქ. ეს ადუღებული ნასკის წყალი ფეხებს მიწვავს. ეხა იმისთვის ცოტა გავთქვეთ მომატებ ჩეშას. ხოთან მეგობრებო, ამ ტყეში ეგ პლუს ის არის, კაი შეშაა რა ეს. ხმელებია მასიურია, მძიმე არის და დიდხანს იწვის. ფიჭვი არ არის რა. ხო, რა ფიჭვი? ნაძვი უცებ იწვის კი იცით. არაზოს დაივიწყოთ სიცივეში წყალი. ორგანიზმი მაგდოს დიდად აღარგთხოვთ რა, აი ზურამ წეღან აღნიშნა რომ წყალი არც დამილევიაო, მაგრამ აუცილებელია გათხოვებაშიც გეხმარება, ენერგიასაც გაძლევს და თავი რო დავანებოთ, ამ ყველაფერს წყალია რა. ბიჭო, მე ისედაც ვერსო იმის მე. ვაფშე ძალიან იშვიათად ვსვავ წყალს. მე რა 5-6-ზე ავედი უკვე. სიძახი ზა. შენ რა სიტყვი? რაზე? გავკაჩავთ დღესღან მეცოცხლები. მეგონა. იავის. შეშა კიდე მოსატანი ვარ გამოგველია. არა, შეშა მართლა ბევრი გვინდა. აი ესეთი დიდები რომ მოვიტანოთ და დავაწყოთ. იდეალურ. ტაისონ, შენ ხო მოგვეხმარები? ტაისონ. მე კიდე არ გამიშლია ჯერ. ბოლომდე ვიმოშვები. ვატანი სამფეხზე ვარ. მოკლედ მეგობრებო, აგე. ბადრიმ თავისი ტომარა და ამბები გაშალა, მაგრამ პარალონი ვინაიდან დამჩა და საკმაოდ მინუსებში იქნება აქ ტემპერატურა. რამდენი? მინუსებში თქო. -6 გავიდე მეტი. არა, -6-ია, -6 ახლა ჯერ უკვე ჩამწდარია ჩე. მე დავწვიტე რომ არ დავიძინო და ცეცხლთან ვიждდე მთელი ღამე. ამასაც გავათხოვ და ჩემ თავსაც, იმიტომ რომ ეხლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება ჩემი საძილე ტომრის პირდაპირ ემთოვლზე დაწოლა რა. ხო და კომფორტულობისთვის ნახდათ არ მიყის ჯერ სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება თან ასე სიკვდილი არასდროს არ მინდოდა. ცეცხლი ჯერ გვაქვს ხელთათვანებს ვითხოვთ, გასაცმელებში წყალი მაქვს, მაგრამ შედარებით ხოძე ვარ, ბადრი შენ რა სიტყვი?
ხო კაი იდეა მოვიფიქრე ხა მე, რავი ბიჭო, მეცოდები უბრალოდ. რა პირიქით უფრო მერე უნდა შეგწოდებოდი, ეგ რო დავწორილი ხავიჭე. ეგეც არის. სუ, რას ქვევი ჩემი. ჯერისერას ვიმბერავს. დამიჯერე ასე ჯობია. არ დაგეძინებო მე. არა. სიცივეში სამუდამოდ დამეძი. ყავა ხო არ მოდი. განაჭრე რა, გარდა. ყავა მაგ. შენც გაქამე. შენი ყავა მოდუღოთ უკეთესი იქნება. მე ნაყიდი მაქვს, ამას ნაჩუქარი იქნება სპონსორიდან. აი ხო შიანად მოგვიღამდა. ეხლა მე ხელთათმანებს ჩავიცავ. ბიჭო ყავა დავლიოთ, არა რაღა დაგაძინებს მე. არ მინდა და მეძინე. მე რო ყავა მინდა, იმიტომ რომ ვიცი რო არ უნდა დავიძინო. მე ვიძახი იმას, რომ ბეტონში რო ჩავალთ ისევე და აი ცუდი. მე რას ვიზავთ? ვინაიდან საზოგადოებაში ვცხოვრობთ, იძულებლები ვართ, მოვერგოთ ცოტა ხანი მაინც საზოგადოებრივ წესებს და რუტინას. ჩემო მაყურებელო. ვიცი თქვენს გული შეგდგივათ. გინდათ რომ ცოტა ხანი ყველაფრისგან გადაიკარგოთ, მაგრამ ой, საოცრებაო. ასე მარტივი არ არის. ისე ვარსკვლავიანი ღამე მაგიტომ მიყვარს. სულ ყველაფერი ყოველთვის ნათელია, გაროჩე რა. მაგრამ თუ გახსოვს, თოვლის ჯამი ხო გახსოვს, გაროჩე. ერთადერთი ღამე იყო, ხო ყველგან თოვლი იყო აბსოლუტურად, ხო ის იყო რა. და აი ეგეთი უკუნითი ღამე მაინც არ მინახია არსად. ჯაღრუბელი იყო და თან ნამქერი იყო. ხო რავი, გაროჩე, ან ერთადერთი ღამე იყო. უთოვლო ღამეც კი არ არის ეგეთი ბნელი ის ღამე რო იყო. ის ღამე იყო ყველანაირად საშინელი ღამე, ვაფშე გაროჩე. უფრო და უფრო სიცივე რო წამოვიდა ამ ღამე. ხო, თავისთავად. გამთენიას იქნება ყველაზე მაგარი სიცივე. გამთენიას. გამთენია სიცივე კი არა, საყინულე იქნება. აქ შეიძლება თქვენი სნექის რეკლამა ყოფილიყო, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ არ მასპონსორებ. არც მე და არც ემკაც. ჰაერის ფლობა უფრო გირჩევნია თუ ცეცხლის. ჰაერის ფლობა თუ ცეცხლის? ო, ვერც ერთი. მაინც. ვატარი ხარ სიტყვაზე. რომელიც ფლობა გირჩევნია? 4 ვერს ფლობ, მაგრამ უფრო. ცეცხლი მაშინ. რა. აი ხანძარი რო გაჩნდებოდა ხალხს დავეხმარებოდი. აბა ჰაერი რა თმინდა ან ცეცხლი რა ვაკეთო? ჰაერი შეგიძლია ცეცხლის გააჩინო. ცეცხლიც გააჩინე შეგიძლია, მაგრამ არ საიდან ვერ გააჩენ. შეიძლება გააჩენ, როგორ ჰაერის გახურება შეგიძლია იმ ტემპერატურაზე. აი. ცეცხლი ჰაერის გარეშე არ არის. ნაჭი. არც ერთი არ მინდა საიდან გაგახსენდეს. მე ხანძარ ცეცხლი მიჩვენია ხანძრები რო გაჩნდებოდა მივივლიდი პირადად. მაშინ წყალია კონტროლე და ჩააქვე მაგდე დამონყუნდა. ცეცხლავა კონტროლე და გამოვიტანე. მაგორი ვარიანტი და ნეგითხარი ხა რა გიყო. აგინა. არა. იმიტომ არ უნდა ამ კაცებს რომ ჩვენი სპონსორები არ ყავ. ესეთ დროებზე მაგას ვკაიფობ ხოლმე რა. ხო ბიჭო, ყოველ ეხლა დღეს რამდენჯერ ვახსენე, მაგრამ იმ ტიპებზე ვკაიფობ, როცა ვახსენე. ზურა გადაობს. თორე მაგარი ვკიდია, კაროჩე, რომს დამასპონსოროთ. შეიძლება ორ თვეში ერთხელ გავიდე ვიდეოს გადასაღებად. ეცე რატო? თითქოს ავალდებულებენ ვიღაცას რომ სპონსორი იყავიო. აი ამ ხელა არქი მაგ და არავის ავალდებულებ. ვინმეს თუ უნდა იყოს, თუ არა და რა, იმათი ნება არის, ხო არ დავაზალებ. კი ბატონო. მეც გამიხარდება რო იყვნენ, მაგრამ ვინც არ არის, აი და მათი ნება არის. პოტენციალს თუ ხედავ ტიპი შენს იმაში რა, იმას 1000 მენეჯმენტი ყავს მოგძებნის. მაინც გიპოვით. ყაზბეგმა იპოვა ეს ადამიანი, როცა მთელმა ამისმა მაყურებელმა იციან რომ არ ვსო. წვეთს არ სავს. და ლუდის კომპანია მივიდა და ასპონსორა, ხო? იმიტომ რომ იმათაც კი უთხარი, საერთოდ არ ვსო მეტი და მაინც გვინდაო. და ასპონსორა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ჩათვალა დასაჭიროდ. ამიტომ არ უნდა ეს ხვეწნა მუდარა და ეგეთები. ყველას თავის საქმე აქვს, თავის საქმე იცის კაცო. უბრალოდ იცოდეთ რა აზრი არ აქვს ეგრე ვიღაცის ხსენებას და რაღაცა. რაცა უნდა იძახოთ,
აი ესა ემ რაღაც კონკრეტულ კომპანიას რო ახსენებენ, აი დამასპონსორე. არ უნდა და არ ბიჭო, დაგასპონსორე. ეგ არის პიარის რაღაც თემა არის, რასაც ახლა მაგალითად საეჭვო აკეთებს, ეგ უკვე ცალკე საკითხია, ყველაზე ხარ. მაგრამ ეგ ეთიკაცია ეგეთი. ზოგადად ეგ არის ძალიან ეგ იგივეა, რომ ტიპს თხოვო, შემიყვარეო, კაროჩე და არ უყვარხარ და რა საეჭვოზე არც მithქობს. სხვებზე ვიძახი მე სოთორე ახლა. ერთი და საეჭვო ახლა რო ახსენებს კოლას დაჭყონიას, უკვე ის სხვა თემა არის ვაფშე რა. ეგ სხვანაირად ეგ იზრდება. სხვანაირად ეგ არავის დაუწყებს ახლა ხვეწნას ხო, დამასპონსორებს. რა, ეგ არის გათვლილი მარკეტინგი, ვაფშე ყველაფერი. საეჭვო კაც კარგად ეცოდინება რა სიტყვის წინ. კი ბატონო. ჭკვიანი კაცია. კი. ხო. აი დანარჩენებზე ვიზახი რა, კაროჩ, რო იციან ხვეწნა მუდარა რა, აი მე აზრი არა ხალხო, აზრი. მე თუ არ მინდა ეხლა რომ სიტყვაზე ჩემი პროდუქტი მე თუ არ მინდა რომ სიტყვაზე ჩემი პროდუქტი ვიღაცის ვიდეოში გამოვაჩინო, ეხლა იმან თუ გინდა ყოველ ვიდეოში იძახოს დამასპონსორე ან და ჩემი ისა რაღაცა პროდუქტი უღმა დაიჭიროს რომ არ გამოვაჩინოს ჩემი ის. აი შენ თუ დამასპონსორებს შემოატრიალე და ეგეც სიტყვაზე. არ მინდა და ეგ არის რა. კი ბატონო. აი ახლა მაგალითად Coca-Cola არის ყველაზე დიდი კომპანია, მე არ ვსაუბრობ ქართულ თემაზე. ზოგადად ძალიან Coca-Cola-ს ბაზარზე ვსაუბრობ სოფლიოში რა. მაგ კომპანიას უკვე აღარანაირი რეკლამა აღარ ჭირდება არავის მხრიდან. საერთოდ როცა შეგიძლია ჩახვიდე და აფრიკის ან რა ვიცი, ციმბირის ყველაზე მიყრუებული წერტილშიც კი დაგდებული Coca-Cola-ის ბოთლს ნახავ, რომ ვიღაცას აქვს მაინც ამოყენებული და იყიდებოდა იქ, ან მოხდა რაღაციდან. ეგ არის რა. უბრალოდ თავს ახსენებენ ხოლმე გავარნილი ბრენდები. ხო, მაინც რო არ ჩაკუდნენ თორე. ეგეც და კიდეც რა თემა არის, უბრალოდ აი ბევრგან რო ჩანდეს რა, თორე მაგათ ფეხებზე კიდიათ ეს თვალი იმახსოვრებს, თვალი იმახსოვრებს. ეგეც ბევრგან რო ჩანდეს თუ იცი რატო. ახალი თაობებისთვის რომ შეაჩვიონ უკვე იმას, რომ ყოველდღიურობას აჩვევენ რა, კაროჩე თორე. განაპიარი ჭირდებათ რამე. არა, პიარის თემა არ არის ბევრგან რო ჩანდეს. ეგ არის უკვე სტაბილურობის შესაძლებლობა. ეგ არის ყველგან რო არის, აი ჩვენი რაღაცა არის ყველგან. იმათო. როჩე ეს დააწვა ახლა და ასე აქ თელეგრამ უნდა დატოვოს ეშუქი მინათები. კაია? თელეგრამი რა უნდა დატოვო შუქი? რავი, თვალებში განათებს. ეს ეხა წერა ვიღედი და მაგით. კაია ზოლა. კი. შენ რო სინდისიერი ადამიანი იყო, აგანა. ძალიან თბილადაც ვარ. ადგებოდი და დამიჯდებოდი გვერდით. ჰა? შეკლოვის ამა გვერდზე ჯე. ო დავიზია. სანამ ეს იბოდიალებს, თან რაღაცნაირად ძალიან თბილადო. შენ დაგინახო გაყინული დილას რა გამიხარდება? ჰა? თითები თვითონც არაფერი. კი, მოგძრება მაგი დილას. დაიცან შენ რა სიტყვი? დაისონი კარგადაა თავს ისუფთავებს და შეგორდება მე და შეკროს აძილის. იმედო. დარჩი მარტო მე და ზამთარი. მაგრამ არა უშავს. ყველაფერს ეშველება. ეს მიყვარს სუსტად ტყეში. სიმარტოვე შენ თავთან ყოფნა. რაღაცეების დაფიქრების საშუალებას გაძლევს. ახლა ვფიქრობ ტელეგრამერაზე ვიფიქრო. εμείς გაგვიძებას არ მინდა. მე ძუძური გოჯი ვიძინავს.
ვიყავი ახლა ფეხზე. ცოტა შეშადა მომენტი ცეცხლს. იმედია ეყოფა. საძინებასაც შევეცდები. წესის დილას შევხვდებით. თუ ეს კამზე არ გავეყინე. Короче, თელიღამი არის ცეცხლთან მზივარ. და ახლა მეკითხება რატო გამაღვიძეო. თურა, რა გინდა? რომელი საათია? არ ვიცი. არც მაინტერესებს. გათენებული საათია წესი. გათენებულია ვარ. ახლა იქნება უეჭველი 8 საათი. ჩართული მაქვს ვიდეო. შენ რა სიტყვი? აუ ღამე ჩავსულო არ ბიჭო. ბოლოში. ეხა მელანელა ნეუბარგებით მე кайფქენი რო არ დავიძინე. ეხა უნდა დაგემშვიდობოთ უეჭველი, короче, იმიტომ რომ მაგარი მეძინება. და იმედია სახლამდე ჩავახცევ ცოცხალი და ფეხები მოსაჭრელი არ მექნება.